როგორც წინა ვიდეოში ვახსენეთ, ტოქსიკური ურთიერთობიდან თავის დაღწევის პირველი ნაბიჯი იმის დანახვაა თუ რა ხდება სინამდვილეში. აქ კი მომდევნო საკითხამდე მივდივართ. თუ ემოციური მიჯაჭვულობა ამგვარ მახესაგებს, მაინც რა გვაიძულებს მასში დარჩენას? არსებობს ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც ერთგვარ დამოკიდებულებას გავს და ურთიერთობაში არსებულ ტანჯვას გარკვეულწილად ჯილდოს მომტანადაც აქცევს. ამ მექანიზმს პერიოდული გამტკიცება ჰქვია. იმის გაცნობიერება თუ როგორ მუშაობს ის, შესაძლოა ამ მანკიერი წრის გარღვევის გასაღები გახდეს. შეგიმჩნევიათ, რომ რაც უნდა მტკივნეული იყოს ურთიერთობა, მაინც არსებობს მომენტები, როცა ყველაფერი იდეალურად გეჩვენებათ. ის იშვიათი წამები, როდესაც მეორე ადამიანი ზუსტად ისეთია, როგორიც ყოველთვის გინდოდათ რომ ყოფილიყო და გიჩნდებათ იმედი, რომ ყველაფერი საბოლოოდ გამოსწორდება. თქვენ ებღაუჭებით ამ მომენტებს. 1000-ჯერ ატრიალებთ გონებაში თითოეულ დეტალს და საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ სწორედ ესაა თქვენი ურთიერთობის ნამდვილი არსი. დანარჩენი კი უბრალოდ დროებითი დაბრკოლებაა, რომლის გადალახვაც შესაძლებელია. მაგრამ ეს არ არის სიყვარული. ეს დამოკიდებულებაა. ამ დამოკიდებულებას კი ერთი მძლავრი ფსიქოლოგიური ფენომენი, პერიოდული გამტკიცება ასაზრდოებს. ეს კონცეფცია ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის ბერეს ფრედერიკ სკინერის კვლევებს ეყრდნობა. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს სკინერმა აღმოაჩინა, რომ ადამიანი რაღაც ჩვევაზე დამოკიდებული რომ გახადო, ყველაზე ეფექტური გზა ადამიანის თუ ცხოველის არაპროგნოზირებადი დაჯილდოებაა. წარმოიდგინეთ, ნაცვლად იმისა, რომ ვირთხას ბერკეტზე ყოველ დაჭერაზე აძლევდნენ საკვებს, მეცნიერებმა მისი კვება ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე, მხოლოდ დრო გამოშვებით დაიწყეს. შედეგი, ვირთხები ამ პროცესით შეპყრობილნი გახდნენ. ისინი გამალებით აჭერდნენ ბერკეტს მომდევნო ჯილდოს მოლოდინში და გაჩერება აღარ შეეძლოთ. ახლა კი ვირთხების ნაცვლად ადამიანები წარმოიდგინეთ. ბერკეტის ნაცვლად კი თქვენი ურთიერთობა. მექანიზმი ზუსტად იგივეა. სხვა ადამიანი მუდმივად სასტიკი რომ იყოს, წასვლა ადვილი იქნებოდა. თუმცა ის გაძლევთ სიყვარულის მცირე, შემთხვევით დოზებს, რაც გაიძულებთ ისევ და ისევ სცადოთ და მუდმივად ელოდოთ მომდევნო ემოციურ ჯილდოს. ყველაზე დამღუპველი კი ისაა, რომ ეს მექანიზმი გაიძულებთ სულ უფრო და უფრო ცოტას დასჯერდეთ. თუ თავიდან პატივისცემას, ურთიერთგაგებასა და ერთგულებას ითხოვდით, ბევრი იმედგაცრუების შემდეგ თქვენი სტანდარტები იცვლება. საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ თუ საკმარისად ეცდებით, თუ მოთმინებას გამოიჩენთ, ან საკუთარ თავში რამეს შეცვლით, ის ადამიანი საბოლოოდ მაინც დაუბრუნდება იმ სახეს, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში ჰქონდა. მაგრამ სწორედ ეს არის მახე. ეს ურთიერთობა არასდროს ყოფილა დაკავშირებული სიყვარულთან. ის კონტროლზე იყო აგებული. ტოქსიკურმა ადამიანმა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იცის, რომ თქვენ შესანარჩუნებლად მუდმივი სითბო კი არა, სითბოსა და სიცივის სწორი დოზირებაა საჭირო. ზუსტად იმდენი, რომ ცდელობა არ შეწყვიტოთ. აი რატომ არის წასვლა ასეთი მტკივნეული? იმიტომ რომ ეს მხოლოდ ურთიერთობის დასასრული კი არა, იმედის დასასრულია. იმ რწმენის გაქრობა, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. ამ რეალობის აღიარება მტკივნეულია, თუმცა აუცილებელია. რადგან სანამ ამ თამაშს აგრძელებთ, თქვენი პიროვნება იშლება. თქვენ კარგავთ იმის აღქმას თუ რას იმსახურებთ სინამდვილეში. იწყებთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანას. ნელ-ნელა ეგუებით იმაზე ცოტას, ვიდრე იმსახურებთ. იმაზე ნაკლებად ყოფნას, ვიდრე სინამდვილეში ხართ. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ მეორე ადამიანი ხშირად გაჯერებთ, თითქოს ყველაფერი თქვენი ბრალია, თითქოს აზვიადებთ და სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. თუ ოდესმე საკუთარ ადეკვატურობაში შეგპარვიათ ეჭვი და გიფიქრიათ, რომ იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს თავშია, მაშინ შემდეგი კონცეფციები უნდა გაიცნოთ: პროექცია და ემოციური მანიპულაცია. ფსიქოლოგიური იარაღები, რომლებიც რეალობის აღქმას გინადგურებთ. აი, როგორ მუშაობს ეს? თქვენ ამჩნევთ, რომ ურთიერთობაში რაღაც რიგზე ვერაა. ეს შეიძლება იყოს უცნაური ქცევა, ხშირი წინააღმდეგობა ან აშკარა ტყუილი. თქვენ ცდილობთ მეორე ადამიანს ამაზე დაელაპარაკოთ, თუმცა პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ის სიტუაციას თქვენს საწინააღმდეგოდ ატრიალებს.
ისინი გადანაშაულებენ გადამეტებულ რეაქციაში, პარანოიაში, ან პრობლემების გამოგონებაში იქ, სადაც ისინი არ არსებობენ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა, შენ ყოველთვის ყველაფერს არასწორად იგებ, რა ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, ეგეთი რამ არ მომხდარა, გეჩვენება, თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. დროთა განმავლობაში საკუთარ თავში ეჭვი-გეპარებათ, გონებაში გიტრიალებთ გამართული დიალოგები, ცდილობთ გაიხსენოთ დეტალები, ეძებთ მტკიცებულებებს საკუთარი გრძნობების მართებულობის დასადასტურებლად. თუმცა ყოველი მომდევნო დაპირისპირებისას რეალობის დამახინჯება სულ უფრო მწვავდება. ის, რაც ოდესღაც აშკარა გეჩვენებოდათ, ახლა ბუნდოვანი ხდება. რაც უფრო მეტად ეჭვდებით საკუთარ აღქმაში, მით უფრო მეტად ხდებით მეორე ადამიანზე დამოკიდებული. სწორედ ის ხდება იმის გამსაზღვრელი, თუ რა არის რეალური და რა არა. ტოქსიკურ ურთიერთობებში კიდევ ერთი მძლავრი მექანიზმი პროექციაა. ამ დროს ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებებსა და ქცევებს თქვენ გადმოგაბრალებთ. თუ თავად იტყუება, თქვენ გადანაშაულებთ სიცრუეში. თუ თავად ღალატობს, თქვენ გიწყობთ ეჭვიანობის სცენებს. თუ თავად არის აგრესიული, ამბობს, რომ თქვენ ხართ პროვოკატორი. ყველაზე სასტიკი კი ისაა, რომ მსხვერპლი ხშირად იჯერებს ამ ბრალდებებს, ის იღებს სხვის დანაშაულს და ატარებს ემოციურ ტვირთს. ამ მანიპულაციების მიზანი მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არ არის. მათი მიზანი თქვენი დაბნეულობა და ემოციური გამოფიტვაა. იმიტომ რომ, როდესაც გამოფიტული ხართ, თქვენი კონტროლი გაცილებით ადვილია. როცა თვითშეფასება დანგრეულია, სიყვარულის ნებისმიერ ნამცეთს უდიდეს ჯილდოთ აღიქვამთ. ხოლო როცა რეალობის აღქმა დაგიმახინჯდებათ, საკუთარი თავის ნდობას წყვეტთ და მეორე ადამიანს ბრმად მიხვებით. ეს კი კიდევ უფრო რთულ კითხვამდე მიგვიყვანს. რატომ აგრძელებთ ამ ყველაფერთან შეგუებას? თუ უკვე ასე ნათლად ჩანს, რომ ეს ურთიერთობა განადგურებთ, რატომაა წასვლის შიში მაინც ასეთი დიდი? პასუხი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფაქტორში იმალება, რომელიც ადამიანს ტოქსიკური ურთიერთობის ტყვედ აქცევს. ეს არის მარტოობის შიში და ილუზია, რომ სიყვარულს სხვისი შეცვლა შეუძლია. ოდესმე გიფიქრიათ, რა იქნება თუ სხვა ვერავინ ვიპოვე, ან რა მოხდება თუ სხვა აღარავის შეუყვარდები. დაგიჭერიათ საკუთარი თავი იმის რწმენაში, რომ თუ ცოტა მეტს ეცდებით, ცოტა მეტ მოთმინებას გამოიჩენთ, ან საკუთარ თავში რამეს შეცვლით, ეს ურთიერთობა საბოლოოდ მაინც ამუშავდება. თუ ასეა, მაშინ თქვენ იმ უდიდესი ფაქტორების მსხვერპლი გამხდარ ხართ, რომლებიც ადამიანებს ტოქსიკურ ურთიერთობებში ტოვებს. ეს არის მარტოობის შიში და ცვლილების ილუზია. ამ ორ ფუნდამენტურ საკითხზე კი შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ. თუ ეს კონტენტი მოგწონთ, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ.